სტრელცი არის რუსული სიტყვა, რომელიც ნიშნავს მსროლელებს. მოსკოვის არმიებში მე-15 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ რეგულარული ჯარისკაცები, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ აკვაბუგით. აკვაბუზი იყო სტანდარტული ცეცხლსასროლი იარაღი იმ პერიოდის ყველა ევროპულ არმიაში. ეს არის აკვაბუზი, ადრეული ტიპის მუშკეტი. მისი დატენვისთვის შავი დენთი თავსდებოდა ლულაში, შემდეგ ჩაიდებოდა ტყვის ბურთულა. ქაღალდის საცობი ამაგრებდა მუხტს, შემდეგ ბურთულა და საცობი მჭიდროდ ედებოდა ლულაში. სროლისათვის მცირე რაოდენობის დენთი თავსდებოდა სპეციალურ თაშში, რომელსაც პრაიმერი ერქვა. ეს პრაიმერი ინთებოდა ცეცხლით. დასანთებად გამოიყენებოდა მარილგულში წყალში გაჟღენთილი თოკი, რომელიც ნელა და განუწყვეტლივ იწოდა თუნდაც ცუდ ამინდში. დანთების შემდეგ ცეცხლი გადადიოდა პატარა ხვრელით ლულის ძირში, სადაც ანთებდა მთავარ მუხტს და აკვაბუზის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა იყო ის, რომ ტყვის ბურთულები იაფი და ადვილად დასამზადებელი იყო. გამდნარ ტყვიას ასხამდნენ სპეციალურ ოფჭში. იგი რამდენიმე წამში მაგრდებოდა. ამის წყალობით შესაძლებელი იყო დიდი რაოდენობის ბურთულების სწრაფი წარმოება. შემდეგ ჭრიდნენ ზედმეტ მასას, რომელსაც სპრიუ ეწოდებოდა. სტრელეცები იღებდნენ რეგულარულად ფულად და პურით ანაზღაურებას და ცხოვრობდნენ სპეციალურად აშენებულ დასახლებებში, რომლებსაც სლობოდები ერქვა. სტრელეცები წარმოადგენდნენ არმიის ახალ ტიპს, საყაროსო ჯარს, რომელიც შედგებოდა ხელოსნებისა და გლეხებისგან. აკვაბუზს თავდაპირველად ჰქონდა ძალიან მძიმე ლულა. ზუსტი სროლისთვის იარაღს საყრდენი სჭირდებოდა. სტრელეცებმა გამოსავალი მონახეს. მათ გამოიყენეს ბარდიში, სპეციალური ტიპის ცული, რომელიც ერთდროულად წარმოადგენდა იარაღის საყრდენს, თუმცა აკვაბუზით შეიარაღებული ჯარისკაცები ძალიან დაუცველები იყვნენ მხედართა შეტევისას. მაშინაც კი, როდესაც მებრძოლი გამოსწილი იყო, იარაღის გადატენვა დროს მოითხოვდა, ხოლო კავალერია ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა. სროლის შემდეგ მებრძოლის მდგომარეობა ძალიან სახიფათო ხდებოდა, თუმცა ბარდიშის დახმარებით სტრელცი შანსი იღებდნენ თავდაცვაზე. ხედარი მამაცი უნდა ყოფილიყავი, რომ ამ ტყვის წვიმაში გაგეძლო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სიმამაცე გჭირდებოდა, რომ პირისპირ შეჯახებოდი ბარდიშებით შეიარაღებულ ჯარს. დროთა განმავლობაში მოსკოვის არმიაში სულ უფრო მეტი იარაღით შეიარაღებული მებრძოლი ჩნდებოდა. იაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი ძალა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ომის წარმოების ხერხები, ესენი იყვნენ სტრელცები.